Konnichiwa! Nusa desu. Iri desu. O hisashiburi desu. Minasan konnichiwa, Ruka desu. Anano desu. Hisashiburi desu. O hisashiburi desu ne. 今日は2つずつチームに分けて知らない人にインタビューをしていきます。ファイト。開始。 ჩემი სახელია თეკლა. ნარნი. რამდენად მარტივად საცხოვრებელი ქვეყანა საქართველოში? შესაძლებელია მიცხოვრებისთვის საკმაოდ მარტივად საცხოვრებელი იყოს, თუმცა თუ ადგილობრივი მოსახლეობის აზრს გავიხორციელებთ, არც ისე მარტივი საცხოვრებელი ადგილია, ფასები არ არის იმდენად დაბალი, როგორც სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს ეჩვენებათ, ასევე მე რასაც დავამატებდი, არ არის სასეირნო სივრცეები, რაც გვაკლირა გამეტრანსფერები, ასევე მწვანე ადგილი. არტების გარდა იშვიათად არის სასაირნო განსაკუთრებული ადგილები და ცხოვრების დონეც არ არის იდეალური, რა თქმა უნდა, ღირსება გაუმჯობესება. როგორ გიჩვენიათ იაპონელებმა, რომ საქართველოს ჩვენი ქვეყანა მოიხსენიონ? არგი იქნებოდა ალბათ როგორც საქართველო, როგორც ლიტვაშია მაგალითად, ყველაზე მეტად გულზე გავხარდებოდა, თუმცა ჯორჯიაც ჩვენთვის ჯორჯიას როგორც მოვიცი, იაპონიასაც არ ეძახიან იაპონელები იაპონიას. და პატიობენ ამას და ჩვენ ვაპეტებთ ჯორჯიას. თან გრუზია ჩვენთვის ცოტა რუსულთანაც ასოცირდება, შეიძლება ზუსტად არ ვიცი წარმომავლობა, ეს ალბათ რუსულია და კარგი იქნება თუ ეს გავლენა მოიშთება და გარჩევა ან ჯორჯია ან საქართველო. თქვენი აზრით რამდენად უსაფრთხო ქვეყანაა საქართველო? ვერ ვიტყოდი რომ ძალიან საფრთხიანი ქვეყანაა, თუმცა რა თქმა უნდა ვერც იმას ვიტყვი რომ უსაფრთხო. ჩემი აზრით უსაფრთხოებამდე კიდევ ბევრი უკლია და იმედია განვითარებით იქამდე და სოციალური ტრანსფორმაცია და უსაფრთხო გახდეს. კომენტად ვიტყოდი რომ უსაფრთხო, თუმცა ძალიან არის დამიზიდებული რა რეგიონზე, რა ქალაქზე და დგის რომელ მონაკვეთზე ვსაუბრობთ. ეს ყველაფერი არ არის საშიში ქვეყანა განქალებისთვის, ან კაცებისთვის, ან ტურისტებისთვის, თუმცა ყოველთვის მაინც საფრთხე რაღაც დაზე საჭიროა. გადავცემდით რომ მოსულიყვნენ თავიანთი თვალით ენახათ და შეეფასებინათ სიტუაცია და გავიცნოთ უფრო მეტი ადგილი, ვიდრე მაგალითად ტურისტულად არის მხოლოდ ნაჩვენებით თუნდაც რეგიონებში, რაც ზოგადად საერთაშორისოდ. ჩადია საქართველოს დედაქალაქის გარდა სხვა რეგიონებიც ნახონ განსაკუთრებით ჩემს პლანზე მთები გვაქვს, როგორც რაჭაში, ისე სვანეთი, ასპექტ და ასე შემდეგ. და ასევე ზღვის კარგი ნაპირებიც ბევრი გვაქვს, ჩემს არ მოიწოებათ. თუ ნახავენ და ასევე მგონია კულტურულად ძალიან მრავალფეროვანი არის საქართველო და ბევრი რაღაცის გაგება შეუძლიათ განსხვავებულის და მოიწონება საჭმელით შეუძლიათ რომ გასინჯო ასე რომ შქმერული იყო ერთი ძალიან ოღონდ თავისებური სხვათა შორის ერთ იაპონურ ბიჭს შევხვდი შემთხვევით როცა რაჭაში მივდიოდი და შქმერს რო ჩავუარე ზუსტად მაგ მომენტში ვიტყოდა რომ შქმერული იყო ძალიან და მეთქი გახედე აი ზუსტად აქედან მოდის ეგ შქმერული და ძალიან გავხარდა ასე რომ ვურჩევდით რომ ყველა ეს გამოცდილება მიიღო. როცა ქართველი ქალი გახსენდებათ, აი ვის წარმოვიდგინოთ? პირველ რიგში ალბათ მარო მაყაშვილს, იმიტომ რომ ქართველი ქალების თავდადება და გმირობა კარგად ჩანს ამ ერთი სტუდენტი გოგოს თავდადებული გმირის ისტორიაში. პირველი ჩემი აზრის უწოდება იყო რომ მარო მაყაშვილი მithumetes ეხა ძალიან აქტუალურია. და თან გონია რომ ქართული ქალის შემართება თავდადებლობა ყველაფერი მის აქციებში და ხედავებში კარგად ჭას და მის წერილებში. რას ფიქრობთ, როგორი ქვეყანაა საქართველო ფასების სახებით, რადგან იაპონელი ხალხი ფიქრობს, რომ საქართველოს საკმაოდ იაფია ამ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ იაპონელი ხალხისთვის ალბათ იაფია, მაგრამ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ქართველებისთვის საკმაოდ ძვირი გახდა ამ ბოლო პერიოდში. სიძვირე იგრძნობა მედიკამენტების კუთხით და პროდუქტების კუთხით. როგორ ირჩევიან, რომ საქართველო მოიხსენიონ იაპონელებმა? საქართველო. თუმცა ეს ვარიანტი უფრო მოიწონს. რას ფიქრობთ, საქართველო როგორია უსაფრთხოების მხრივ? ჩემი უცხოელი მეგობრების შეფასებებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ უსაფრთხოდ გრძნობენ აქ თავს და ხშირად მეკითხებიან, რატომ დადის ამდენი პატრული ყოველთვის ქუჩაში, რატომ ჩანს ჩვენს ქვეყნებშიც არის პოლიცია, მაგრამ ამდენად ხშირად ვერ ვხედავთ და ალბათ ეს ქმნის რაღაც უსაფრთხოების განცდას. გააჩნია რა თქმა უნდა უბანს და სიტუაციას, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მაგრამ
მაგრამ ძირითადად ვიტყოდი რომ საკმაოდ უსაფრთხო და გამივლია და ყოფილი კიდევაც და ამ ხრივ რომ განსაკუთრებული აქ საფრთხე არ მეგულება. ქართულ ქალს რო ახსენებ, პირველი ვინ გახსენდება? პირველი მახსენდება ყოველთვის ლანა ყოყოპერიტა. ჩემთვის არის ერთ-ერთი აი სამაგალითო ადამიანი. იაპონელებს შესაწყობით რას გადაცემდით აქედან? მინდა თქვა რომ იაპონია არის რაღაცა ჩემთვის ამოუხსნელი განსხვავებული სამყარო, რომელსაც მე მგონია რომ მთელი დასავლეთ კულტურა ვერ ვიაზებ და ვერ ვხვდებით საერთოდ სად არიან. იმდენად ღრმა არის მათი ფილოსოფია და იმდენად შორს წასულები არიან, რომ აი არ ვიცი ჩვენ რამდენი ათეული წელი უნდა დაგვჭირდეს მთლიანად დასავლეთ ნახევარსფეროს, რომ რაღაც დონეზე გავიგოთ მეტი და ახლოს მივიდეთ. ან ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ კულტურას. და ძალიან მინდა რომ ბევრი იაპონელი ვიხილოთ აქ და გაგვიზია რომ აი საკუთარი ცხოვრების სტილი, გამოცდილება და აი ცხოვრების ხელოვნება, რასაც ეძახიან აი art of living. გონია რომ საუკეთესოდ ესმით ეს ყველაფერი. იაპონიასთან შედარებით ძალიან იაფია და ზოგადად, რა ვიცი, ევროპული ქვეყანა, ალბათ როგორც აი პორტუგალია მაგალითად, ხარჯებით, ესპანეთი. ხელფასები რო შეადაროთ და პროდუქტები მაგალითად. ხელფასი ჩვენი ნორმა რამდენი 1500 ლარია და ევროპაში ახლა ცოტა მეტია, ევროში არის ალბათ. ბინა უფრო იაფი არის, რა ვიცი, ტრანსპორტი უფრო იაფია, გასი უფრო იაფია, ხორცი უფრო იაფია, ყველაფერი უფრო იაფია. იაპონია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში და რა თქმა უნდა საქართველოში ბევრად უფრო იაფი იქნება ყველაფერი. როგორ გიჩვენიათ საქართველოს, როგორ დაუძახან, როგორც ქვეყანას? როგორც გაუხარდებათ ის უნდა გავუძახოთ. რა მქონდა პროჯექტი. რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ, მაგრამ როგორ დაახასიათებთ ქართულ ხალხს? ძლიერი, მიზანდასახული, ტყვიანი და მოხალისეები. რა როლი უჭირავს ქართულ ხალხს ოჯახში? წამყვანი როლი. ნუ მართალია ყველა ბუსაშები არ არის, მაგრამ ძირითადად ეგრეა ვფიქრობდა მნიშვნელოვანი როლი. ქართული ქალის უარყოფითი დადებითი თვისებებია? უარყოფითი? არ მახსენდება უარყოფითი. დადებითი ძალიან ბევრი, რაც სამოქვალე ზოგადად აი მოტივირებული ისევ დასახული ტყვიანი და ძლიერები რაც ყავარ. ქართულ ქალზე პირველი ვინ გახსენდებათ? თავარი მიხსენდება. მეც ეგრე. იაპონელებს რას გადასცემთ? სამოხვიდეთ საქართველოში ძალიან დაბალი ქვეყანა გვაქვს, ბუნებაც და კულტურა ძალიან დიდი. ყველა მხარე გამორჩეულია. მე იმერეთიდან ვარ, ამიტომ იმერეთს ვარ. ხინკალი. გიორგი ჯაჩური. ნიკოლოზ აფრიკაცი. სასიამოვნოა. მე მაინტერესებდა რომელ კერძს ურჩევდით იაპონელს ქართულად თქონდა. ხინკალ. რა თქმა უნდა, ხინგა. კარგი არჩევანი რა თქმა უნდა. როგორ დაახასიათებთ მაგალითად ნებისმიერ ქართულ ქალს? ვინ გახსენდებათ პირველი? შორნა მეგაშვილი. მეცე გავაღვიძე. ო არა. შორნა მეგაშვილი. ვაუ. და როგორ დაახასიათებთ მაგალითად რავი ქართულ ქალებს ზოგადად? ძლიერი ქალები ყოშვის უბრალოდ და მაგით გამოუჩი და ნუ აგოს შილაუზეთას რომ ატოვა. ქართველი ქალის დადებითი და უარყოფითი რომ მოიფიქროთ, რადგანაც რავი დღეს ქალთა დღეა. დადებითი ისო შეურია თუ სუმართლები იყო და უარყოფით გიორგი იყო. უარყოფითი ალბათ რომ არ ვიცი ნახოთ. ყვანი ვარ. აბა? სულ ყვანი ვარ. რომელ კუთხეს ურჩევდით საქართველოში? Once. მე გახიც. გემრიელი საჭიროა. ვინოს? მე ალბათ ვანიდან ვარ და მაგით. აი, ყველაფერს ანახავია. კი ბატონო. ესე ძოვის ჩვენ სხვანაირი ხივობ მაინც ვანიდან. მინია წარჩო. მაშაგული. რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ იაპონიაზე. აქ იაპონელები ფიქრობენ, რომ ცხოვრება იაფია და თქვენ რას ფიქრობთ? არ არის. არ არის ძალიან ბევრი რაღაც არის ძვირი და ჩემი არასწორი აზრია. რადგანაც ქალთა დღეა, ქალებზეც დაგისვამთ რამოდენიმე კითხვას. როგორ დაახასიათებდით ქართულ ქალს? ძალიან ლამაზი გარემოს ხალხი არის საქართველოში. ასევე ყვითაც გამოირჩევიან და ხო
და ძალიან ძლიერების არიან ასევე და ძალიან ბევრი რაღაც შეუულიათ, თუნდაც თავის შვილების სრულად სხვა ადამიანებისთვის, თავის ახლო ადამიანებისთვის. ქართულ ქალს რო ახსენეთ, პირველი ვინ გახსენდებათ? თამარმე. თქვენ? და ხავჯარო. ამ ვიდეოს ბევრი იაპონელი ვფიქრობთ და რადგან გახსენთ? თუ აინტერესებს საქართველოს ჩამოსვლა, ძალიან გაგვიხარდება ჩამოვიდნენ დათვალიერებთ ჩვენი სამშობლო. თქვენ? რაღაცებთან დაკავშირებით არასწორი აზრი აქვს, მაგალითად რომ იაფია აქ ცხოვრება და ანუ ხო, ვეთანხმობი და ჩამოვიდნენ დათვალიერებო, ნაკაურობა და ყველაფერს გაიგებენ და ყველაფერს სწორი აზრი ექნებათ. რომელ კერძს ურჩევდით იაპონელებს ყველაზე მეტად? ჩემი აზრით აჭარი ხაჭაპური. ჩემი აზრით ამ ჩვენი ესე ვთქვათ საჭის საჭმელია ცხინკალი, რომელიც ყველაზე ესე გამორჩეულია საქართველოში. ვიوردია 13 წლის. ალექსანდრე თორმეტი. როცა ახსენებენ აი ქართულ ქალს, ხო? ვინ გახსენდებათ? მაგალითად შეიძლება იყოს ლამაზი, ძლიერი, მამაცი. რომელ ქალს დაასახელებდი? თორმეტი. მადლობა გვიყურე ქაუჩემ მობძანის საქართველოში. ძალიან ლამაზია. აი ვაკის პარკში განსაკუთრებით. 皆さん見てくれてありがとうございました。ありがとうございました。チャンネル登録よろしくお願いします。お願いします。またね。バイバイ。